ალალ მართა უდანაშაულო ხალხის დევნა, ცემა, დღება, დაჭერა, მე მშვიდობიანად უსამართლო დავდგებდა გავა პროტესტო, ამის უფლებას მართმევენ და არ გაბრაზდები. სწორად იბრძვის ეს ხალხი. ქვეყანაზე აქ ლაპარაკი და ქვეყნის გადარჩენაზე და ვინც ნორმალურ მოასწრონია გამოსულია და აპროტესტებს ამ ყველაფერს. პატრიოტი ხალხი ვისაც ქვეყანა უყვარს. ხალხს დაინახავი იქ. ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ღირსეული, ვინც აქ მოდის და ვინც რუსთაველზეც დგას და რუსთაველზე დგას. ცდილობს ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი მოიყვანოს. დღეს სათავეში ვინაყვის აღარ ვიცი ვის უყვარს ქვეყანა და არის თქვენ არიან საერთოდ და ამათი ბრალია ეს ყველაფერი. უკანო წავედით და რაღაცაა შესაძლებელი და ხალხი კიდე მაგითო დგას რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს. როცა სამართალს ვეღარ პოულობ იქ სადაც სამართალს პოულობენ იძულებული ხარ მიმართო უკიდურეს ფორმებს პროტესტს მშვიდობიანი აქცია რომ მოვიდეს ვიღაცამ და მითხრა შენ აქედან უნდა წახვიდე არ არის გასაბრაზები მშვიდობიანად რო ვიცავ ამ ჩემ კუთხეს ეგრეა ის ხალხიც ეგრე იცავს გამოვიდა და რასაც უსამართლობას ხედავს იმას აპროტესტებს